ჩანჩხალებს წარმოადგენს აჭარის რეგიონის ერთ-ერთი მაღალი რისკის დასახლებულ ტერიტორიას, სადაც მეწყრული პროცესების აქტივიზაცია ყოველთვის მოსალოდნელია. ეს დასკვნის ერთადერთი ნაწილია, რომელიც ყველა ჩანჩხალოელს აკმაყოფილებს. კომისიამ, რომელიც მეწყრულ პროცესებს 20 დღის განმავლობაში სწავლობდა, მხოლოდ გარეგანი გეოლოგიური დათვალიერების შედეგი წარმოადგინა. ეს არის მხოლოდ გარეგნული დათვალიერება, გეოლოგიური დათვალიერება, რომელმაც კიდევ ერთხელ თავიდან ბოლომდე შეძლო ის, რომ 126-ვე კარმიდა მოაღწია სკოლის ტერიტორია და სკოლის მიმდებარე ტერიტორია და განახლებული და შეიძლება ვთქვას უფრო სრულყოფილი დასკვნა დაიდო თითოეული ობიექტის შესახებ. აქაურების მთავარი მოთხოვნა გვირაბის მშენებლობისას აფეთქებებით გამოწვეული საშიშროების დადგენაა, რისთვისაც სეისმოლოგიური დასკვნა საჭირო. დასკვნაში მოვითხოვთ, რომ ამისთვის საჭიროა ჩატარდეს გეოფიზიკური კვლევები, რომელსაც თავის აპარატურის არ იქნება ვიზუალური შესწავლა, არამედ იქნება დეტალური შესწავლა. ესენი დააფიქსირებენ ყველა იმ ხევას, რომელიც აფეთქების შედეგად განვითარდება აღნიშნულ სოფელში. არსებული კვლევა კომისიის ნაწილმა მიიჩნია არასაკმარისად და კომისიის სარეკომენდაციო ნაწილში მითითებულია, რომ აუცილებელია გეოფიზიკური კვლევა უფრო ღრმა და საფუძვლიანო თუ რა გავლენას ახდენს გვირაბის მშენებლობა სოფელში მიმდინარე ეროზიულ პროცესებზე. ადგილობრივები ჩანჩხალოში კვლევებთან ერთად სკოლის შენობის სახურავის შეცვლასაც ითხოვენ. გავაცნობთ ამ დასკვნას მშობლებს, და იმ მშობლების გადასაწყვეტი იქნება, იმიტომ რომ იმათ პირდებოდა პასუხისგებელი პირი, რომელიც პასუხისგებლობას ვინაირებდა დღეს გეოლოგებმა და საინჟინრო კონსტრუქტორებმა, რომლებიც ადრე იყო, აი ამათ დადეს ეს დასკვნა. ჩანჩხალოელ მოსწავლეებს უკვე ერთი თვეა გაკვეთილების სოფლის კლუბში ორცვლად უტარდებათ. თუმცა გეოლოგიური დასკვნის შემდეგ შესაძლოა სასწავლო პროცესი სკოლის შენობაში განახლდეს. იმ სკოლაში, სადაც ახლა საინჟინრო ტარდება, შეუსაბამოა სწავლისათვის, არ არსებობს არანაირი პირობები და იძულებული ვართ მასწავლებლები, რომ სკოლაში მეცნიერება ახსნეს, ძველ სკოლაში, ძველებურად ახალი თანამედროვე ავეჯია, ინვენტარიზება, თვალსაჩინოა, კლასებია და არაფერი პრეტენზია არ ექნებათ მასწავლებლებს და მშობელთა უმრავლესობასაც. თუ რა გავლენას ახდენს სოფელზე ჰესების მშენებლობისას ბურღვა აფეთქებითი სამუშაოები, ეს გეოფიზიკურმა კვლევებმა უნდა დაადგინოს.